თბილსერვის ჯგუფის ავტოპარკი განახლდა, საუბარია დასუფთავების მანქანებზე. ახალი სპეცტექნიკა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დღეიდან იმოძრავებს. წლის ბოლომდე გეგმაშია რამდენიმე ათეულის სხვადასხვა ფუნქციის მანქანის დამატებაც. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად თბილსერვის ჯგუფის სამშენებლო ნარჩენების გადამტანის სპეცტექნიკის შეძენასაც აპირებს. მიზანი სერვისების გაუმჯობესება და დედაქალაქიდან ნარჩენების უფრო სწრაფი გატანის უზრუნველყოფა. დედაქალაქის სისუფთავეზე დამატებით 22 ახალი ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა იზრუნებს. ახალი ავტომანქანები უკვე საქართველოშია და საჭიროების მიხედვით სხვადასხვა უბანში გადანაწილდება. თბილსერვის ჯგუფი მიმდინარე წელს სპეცმანქანების შეძენას კვლავ გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ავტობაზად დამატებით წლის ბოლომდე 40 ერთეული მანქანით გაიზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული. ამაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამის ტექნიკის არსებობას, მის განახლებას. ამ შესყიდვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 40%-ზე მეტი განახლებული საავტომობილო ტექნიკა ეკნება აღნიშნულ სამსახურს, რაც ძალიან კარგია, მისასალმებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, რადგან როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული. თბილსერვის ჯგუფში განმარტავენ, რომ სპეცტექნიკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება. ავტობაზის განახლების შემდეგ დედაქალაქის მასშტაბით ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები კი უფრო გაუმჯობესდება. ქალაქის მასშტაბით ნარჩენების მართვის კუთხით ბევრად გამოსწორდება, არ გვექნება გადავსებული ურნები, ასევე ურნების გარშემო ნარჩენების გატანის კუთხით 22 ერთეულ ნაგამზიდში არის 5 ერთეული გადამტვირთი სადგურის ავტომანქანა, რომელიც გაუმჯობესებს ქალაქის მასშტაბით ნარჩენების გატანის მიმართულებას. ნარჩენების გადამზიდი მანქანების გარდა თბილსერვის ჯგუფი მიმდინარე წელს სხვა ტიპის ტექნიკის ყიდვასაც გეგმავს. საუბარია უფრო ტევად და მძლავ ტექნიკაზე, რომელმაც დედაქალაქში სამშენებლო ნარჩენის გატანა უნდა უზრუნველყოს. ამის საჭიროება განსაკუთრებით ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ გაჩნდა. მოქალაქეებს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ თბილსერვის ჯგუფის სერვისით ისარგებლონ და სამშენებლო ნაგვის გატანაზე უკვე დასუფთავების სამსახური იზრუნებს. თბილსერვისი გარდა ნაგავზიდების შეძენისა, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს წელს, ასევე ყიდულობს სხვა ტიპის ტექნიკას, რომელიც სანიაღვრექსელების ექსპლუატაციაში დაგვეხმარება. ესენი არის მაგალითად ლამსასრუტები. გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება შემოვლის მანქანები, ეგრეთ წოდებული დამტვირთველები, რომლითაც სამშენებლო ნაგავს ახალი პროექტები აქვს თბილსერვის ჯგუფს, რომელსაც მოსახლეობის შეკვეთის საფუძველზე გააქვს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ და ასეთი ტიპის მანქანებიც უნდა ვიყიდოთ, რომ ყველა რაიონს თანაბრად მოამსახუროთ. შესაბამისად, ახალი მანქანები გვჭირდება იმისთვის, რომ 1 საათში მინიმუმ 80 ტონა ქალაქში შეგროვებული ნაგვის გადატანა განხორციელდეს, გადამუშავება და განთავსება პოლიგონზე. თბილსერვის ჯგუფმა ნარჩენების გადამზიდი 22 ტექნიკა 2 ეტაპად შეისყიდა და ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.